მეგობრებო, რომ მოვდიოდი, გზად გავჩერდი. მანქანის ვიძახი რა და გზის პირასვე რა, უბრალოდ ხევთან მივედი. ისეთი რაღაც დამხვდა, რომ ძალიან გაბრაზებული ვარ რა. აი, უამრავი საბურავი, უამრავი პლასტმასის კალათები, იაშიქს რომ ეძახით. აქეთ აისონ. აი, ჩაყრილი არის ხევში. მაგის გამკეთებელი ახლა მითხარით. რა არის? თავი დაწერეთ რა ქვია მაგის გამკეთებელს. მე პირადად მაგის გამკეთებელს ვეძახი არაკაც. აი რა საშინელი საქციელი არის. წინაზეც იმაზე მქონდა საუბარია, ბუნებაში ნაგავს ნუყრით თქო რა. ჭიქები რო დამხვდა პლასტმასის შემქოხთან და ჭიქა კიდე ჯანდაბას, აი ალბათ ერთი სატვირთო მოტანილი საბურავები და ნაგავი იყო. ისე გავუბრაზდი რომ აი ეგეთ ფაქტს რო წავსწრებოდი, დაუნგრევდი თაუპის ვინც იქნებოდა რა. რამ გააგიჟა ეს ხალხი, რამ გააბოროტა. საკუთარი ქვეყანა რატო არ გაინტერესებთ. არ მინდოდა მეგობრებო ვიდეო ეგრევე გაბრაზებულზე რომ დამეწყო, მაგრამ ეგეთ რაღაცას რო ნახავ, როგორ არ უნდა გაბრაზდე ადამიანი, ხო? აი ადამიანები ძალიან გაფუჭდნენ რა, გავფუჭდით უბრალოდ. შვენიერი ბუნება რო არის, ასეთი სიმწვანე, ჰაერი, ხმები და მანდ რომ მიდიხარ და ერთ სატვირთოს ცლი. თან რომ მაგას უაკეთებ, იცი რომ ეგ საბურავებიც და ეგ პლასტმასის კალათებიც მან საუკუნეები არ გაქრება რა. მაგის გახსნას უნდა ძალიან დიდი ხანი. აი არ ვიცი, ძალიან გასაბრაზებელი ფაქტია. მაგრამ სამწუხაროდ ხდება ეგრე. ერთი რატომ ხდება ეგ? იმიტომ რომ ხალხის აი არ აინტერესებს ხალხს, ფეხებზე კიდია ხალხს, ვინც მაგას აკეთებს, მაგათ რავი ღმერთო ყველას უშველოს, მაგრამ ჩემი აზრით თავი არ ეშველებათ რა, რაც არიან, ეგენი დარჩებიან, ღორები რო არიან, სახლში გამოდიან და გარეთაც ღორობას აგრძელებენ, მაგრამ მეორე ეგ რატომაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ის არის რომ არ არის მაგის კონტროლი რა. თორე აი სადაც ძლიერი კონტროლი ჩვენს ქვეყანაში აი თავრობის მიერ რო იყოს ძლიერი კონტროლი ამ ნაგვის ყრაზე, მართლა მაგარი ჯარიმები რო იყოს, დიდი ჯარიმები რა, მარტო ჯარიმები იმაზე კი არ უნდა იყოს. მანქანის იმაზე რა, ჩქარასიარულზე და წესების დარღვევას და რაღაცა. მარტო მაგაზე ზრდიან ჯარიმებს და ისე მეშლება ნერვები, ან ჯარიმები მაგაზეც უნდა გაიზარდოს, ოღონდ მართლა მაგრად უნდა გაიზარდოს. ისეთი ჯარიმა უნდა ასცხო, ვინც წყეში ნაგავს დაყრის და საერთოდ ვინც ნაგავს დაყრის, გინდა ქალაქი იყოს და გინდა ტყე. რო აი იმდენი ხანი იხდიდეს, რომ რავი, საერთოდ ცხოვრებაში ხელიდან არაფერი დააგდოს რა. ეგ უნდა კონტროლდებოდეს ძალიან მაგრად, აი ყველგან უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც მაგას გააკონტროლებს. უნდა იწერებოდეს ჯარიმები, ისე კი არა რომ ნაცნობობით მოდი შენ არ დაგიწერ და სხვას დაუწერ და რაღაც, ეგრე არა რა. უნდა დამთავრდეს ჩვენს ქვეყანაში ეს ნაცნობობა და ის რა ქვია, ასეთ სერიოზულ საკითხებზე ყურადღების არ მიქცევა. თორე ეგრე ყველა რომ წამოვიდეთ ახლა ტყეში და მე ჩემი სახლიდან წამოვიღო ნაგავი, ან რემონტს რო გავაკეთებ, მაგებს წამოვიღებ, დაუყრი. თქვენ მეგობრებო, თქვენ ან საბურავი რო გაგისკდეთ, ან სახლში რემონტი გააკეთოთ, წამოიღეთ, დაყარეთ, არ არის პრობლემა. არავინ დაგიწერთ ჯარიმას, ვერავინ ვერ გაიგებს ვინქნა და ეგრე რო გავაგზავნოთ, ანუ ჩვენი ქვეყანა ნაგვით უნდა ავავსოთ, ერთი დიდი ნაგვისის უნდა გახდეს ქვეყანა. ინდუელები ხო არა ვართ და აი ეს ხალხი თავიანთ ნაგავში რო ცხოვრობენ. არ არიან ქართველები ეგეთები და რატო იქცევით, ეგრე არ ვიცი, ძალიან ბრაზდები რა. თან ბუნებაში მით უმეტეს, სადაც ასეთი კარგი სიმწვანეა, ღმერთმა მოგცა ასეთი ლამაზი ბუნება და შენ მიდიხარ და ნაგავს ხრი. რავი მეგობრებო, მაგიტომ მინდა რომ მაგაზე კანონები გამკაცრდეს. რაც საჭირო არ არის, იმაზე ბევრი რამე მკაცრდება, მაგრამ რაც რეალურად საჭიროა, იმას ყურადღებას არავინ არ აქცევს. სამწუხაროდ ეგრე, ეგეთ რეალობაში ვცხოვრობთ. მეგობრებო, დღეს აქ დავბრუნდი. ბოლოს მე და ზურა ვიყავით ერთად, სადაც ჩვენი ბოლო ერთობლივი ვიდეო ჩავწერეთ. გემრიელობებს მოვამზადებ, საინტერესო თემებზე ვისაუბროთ. საღამომდე გავჩერდები. შეშა მოვიმარაგო.
მოდი ტაისონ. ვაზენის ბურთულები. მომენატა სიმართლე გითხრათ. არ მქონდა მაშინ გაკეთებული და კაი ხანი არ გამომიყენებია. ზოგადად ეს ყოველთვის ერთ-ერთი მარტივი დანთების საშუალებაა რა. რამე მარტივად დაალებადი მაგალითისთვის ვაზელინის ბურთულა და ესე წინასწარ შეგროვებული ხმელი წვრილი ტოტები. და არა ძირიდან აკრეფილი, რომელსაც ნისტი ყოველთვის აქვს. ეგ არის ეს აიტანს ზემოთ და აღარც ჩაქრება. ამ ღორის ხორცს ამოვზერ წითელ აჯიკაიაში. ეს არის წითელი ცხარე აჯიკა. მაგარი ცხარეც გამოვათან. აუ კაია ხავსია, ით გაგესვარა დანა, გვერდით ვერ გაქვს გაამშრალებ. დღეს მინდა გაჩვენოთ კვერცხის შეწვის მაგარი მეთოდი კოცონზე. თუ არ გაქვთ არც ტაფა, არც კარდალა, არაფერი. ეს გამოდგება ესეც. ასე უნდა გავხსნათ შუაში. ეს ტოტი რასაც ავიღებთ. ოდარ არ გავტეხოთ. ისე რომ არ მოსწრეს რა. ისე ვქნათ რომ აი დაჭიმვის ის კონდეს, რო უჭერდეს. So, ერთი მზად არის. მეორეზეც იგივე გაიმეორეთ. ნუ რამდენი კვერცხის შეწვაც გინდათ, იმდენი ასეთი ჯოხი დაგჭირდება. ესე ცენტრში ჩაჭერით, რომ ორად გაიშალოს. აი ასე უნდა ჩადოთ ეგ კვერცხი ჯოხში, აი ამ გაყოფილ მხარეს. ზემოდან მოვატეხეთ ნაჭუჭი. უფრო კარგად რო შეიწვას და ასე გამოვა გემრიელი კვერცხი. თან იცით როგორი გამოდი ის აი თან შემწვარი, თან მოხარშული, თითქოს ორივე ერთადო რა. აუ მეგობრებო გასკდა. თან იცით რომ ხელახმა ქონდა, არ ვიღებდი მაგ დროს, მაგრამ მეგონა რომ რაღაც ბომბი აფეთქდა კოცონში. იმიტომ გასკდა რომ ეთყობა ძალიან გახურებულზე დავადე რა, თორე ადრე გამიკეთებია, მაშინ ქართულ ვიდეოებს არ ვიღებდი. ისე ვიყავი ლაშქრობაზე და სამი კვერცხი შევწვი ეგრე, ის არ გამსკდა რა. შიგნიდან იყო მოხარშულ შემწვარებით. მაგრად გასკდა. მეგონა უცებ ქვა იყო. სანამ არ დავხედე და გახეთქილი კვერცხი არ დავინახე. აი აქეთ მედო რა და მაშინ სხვა დროს თუ ეგეთ რამეს გააკეთებთ, მე მეც გაჩვენებ, სხვა დროს კიდევ გავიმეორებ. აი აქეთ დად, სადაც უბრალოდ სიმხურე ტრიალებს, მაგრამ არ არის ესეთი გავაურებული ნაკვერცხალი. მე ნახდად გეუნებით, რომ არ გასკდება. შეიძლება დაიბზაროს,
მაგრამ ეს მართლა გასკდა პირდაპირ მნიშვნელობით. აქეთთან ამას ვაკეთებ. აბა თუ მიხვდებით. რკინის ყოლოფი ნახრედით. ვიც მიხვდით კი ეგ არის უნდა გავაკეთო ნახშირი. ცეცხლის დათების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. ეს რკინის ქილაში ჩადეთ ხმელი ხე, რა ზომისაც გინდათ მოჭერეთ, გინდა დააპატარავეთ, გინდა დიდები მთლიანად. მოკლედ რკინის ყოლოფში ჩადეთ, უნდა ქონდეს ზემოდან ნახურეთი, რომ ეს მთელი დაგროვილი გაზი მერე გამოვიდეს მანდრიდან. და როდესაც მზად იქნება, კი გაჩვენებთ მაგასაც, მაგრამ იქნება ჩვეულებრივი ნახშირი, რომელიც ნაკურჩხალზე ან ასანთი თანთების დროს ალდება. ეგ ცეცხლის თანთებისთვის კარგი რამ არის. აი საკმევზე რომ ვიყენებთ ხოლმე ნახშირს. ეგეთი გამოვა ზუსტად. მეგობრებო, მინდა გირჩიოთ ერთი გვერდი Facebook-ზე, რომელიც არის დასუფთავების სააგენტო. შეგეძლიათ თავად გადახვიდეთ და ნახოთ, ლინკი აღწერაში იქნება. არის ადგილზე მისვლით და აკეთებ მე ყველაფერს, რაც ეხება სახლის დასუფთავებას. ლინკი აღწერაში იქნება. აი მეგობრებო, ასე უნდა გამოვიდეს დაგროვილი გაზი. ასე კვამლის სახით, მაგიტო უნდა ნახრეტი რა ყოლობს. და ორი ისე დაგროვდება, კარგი არ გამოვა და შეიძლება გახეთქოს კიდეც. მეგობრებო, ამაზეც მინდოდა ერთი-ორი სიტყვა მეთქვა, ვინც ჩემი სხვა არხების შესახებ ჯერ კიდევ არ იცით. ქართულ YouTube-ზე კიდევ ორი არხი მაქვს BBR Wild-ის გარდა. ერთი ეს არის BBR Strange, სადაც ვდებ შემეცნებით ვიდეოებს საინტერესო თემებზე, ზოგადად ბუნებაზეც, მისტიკურ თემებზე, პარანორმალურ თემებზე, ნებისმიერ რამეზე, რაც საინტერესო არის და რაც ხალხს აინტერესებს. თუ სურვილი გექნებათ, გადადით და გამოიწერეთ. აღწერაში იქნება ლინკი. და ასევე მეორე არხი მაქვს, ეგ უკვე გეიმერების მოყვარულთათვის, ბადრი BBR მაწერია მაგ არხზე, ისევე როგორც Instagram-ზე. იქ ვდებ სხვადასხვა ტიპის თამაშებს 2K-ში, მაღალ ხარისხში. შეგიძლიათ იქაც გადახვიდეთ და თუ სურვილი გექნება და თუ გიყვართ თამაშები, გამოიწეროთ. მადლობა მეგობრებო, ყველას წინასწარ. მზად არის სადილი. ახლა მივირთვე. მაგარი ცხარი გამოვიდა. მაგრამ გემრიელი. აქედან ერთ ლუყმასაც ვერ გაგასინჯებ, იმიტომ რომ ხორის ხორცია და თან ცხარია, არც ერთი არ შეიძლება. ზოგს ისე რომ დავაკვირდი კომენტარებში, ზოგს უკვის ხოლმე, რომ აი სონს ყველაფერს არ ვაჭმე. არ ვიცი, ძაღლის მიმართ, ძაღლის მოვლაზე ზოგადად საკითხს ყველა სხვადასხვანაირად უყურებს რა. ზოგი ფიქრობს, რომ ძაღლია და ყველაფერი შეგიძლია აჭამო, არაფერი მოუვა, ძლიერი ორგანიზმი აქვს და ასე შემდეგ. სიამდვილეში ეგრე არ არის. ძაღლის ორგანიზმი, სიტყვაზე რო ავიღოთ, საჭმლის მომნელებელი სისტემა. ადამიანისაზე სუსტი არის. მაგალითად, ღორის ხორცი და ეს საერთოდ ცხიმიანი საჭმელები ძაღლისთვის არ შეიძლება. განსაკუთრებით მოქმედებს ძაღლის ღვიძლზე. ასევე არ შეიძლება ცხარე ძაღლისთვის, იმიტომ რომ მოქმედებს მის ყნოსვაზე. თუ ყავთ მონადირე ძაღლი, გინდათ ნადირობა ან მეძებარი ძაღლი, არ აქვს მნიშვნელობა. ცხარე არ შეიძლება. ძაღლისთვის ასევე არ შეიძლება ტკბილი. საერთოდ არ შეიძლება ესე ყველაფერი ასაც ჩვენ ვჭამთ, არ შეიძლება ზედმეტად მარილი, სუნელები და რაღაცები რა. ახლა იტყვის ვიღაც, რომ აი სოფლებშიო ძაღლებს ყველაფერს აჭმევენ და დიდხანს ცოცხლობენ და რაღაცაო. ორი საკითხია. ერთი ეგ არის იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული, უფრო უძლებენ, უფრო იტანენ, მაგრამ მეორე. შეიძლება ძაღლს რაღაც სჭირდეს, მაგრამ დიდი ხანი იცოცხლოს რა, არ შეიძლება ადამიანს სიტყვაზე რაღაც დაავადება ქონდეს, ყოველდღე ტკივილები აწუხებდეს, მაგრამ იცოცხლოს 90 წელი. ეგეთი რამე ხო შეიძლება? ეგეთია ძაღლიც ხა. ძაღლს ლაპარაკი არ შეუძლია რომ გითხრას აი ბადრი ძალიან ტკივა, ღვიძლი მაწუხებს ყოველდღე და რაღაც. ეგრე ხო ვერ გეტყვის.
ვერ მიხვდები და მე მაგიტო გონიათ რომ სოფლის ძაღლებს რადგან ყველაფერს აჭმევენ შეიძლება და ასე შემდეგ. ეგრე არ არის. ტაისონი მიყვარს ჩემი შვილივით და ეგ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. როგორც ჩემს თავს და ჩემს ოჯახის წევრებს მოუვული და როგორც მენდომება რომ ყველამ ოჯახში ჯანსაღად ვიყვებოთ და ვიყოთ ჯანმრთელები და არ ვჭამოთ რაღაც ცუდი, ისე ვარ ტაისონზეც. რაც არ უნდა ძვირი მიჯდებოდეს ამის ყვება, მირჩევნია იყოს კარკვებაზე, იყოს ჯანმრთელი და იცოცხლოს დიდხანს. ახლა ზოგს ეგონება რომ მარტო ხელოვნურ ყვებაზე უნდა ყავდეს ძაღლი, არა, ახლა მთელი ცხოვრება ერთი და იგივე საჭმელს რო აჭმევ, ძაღლიც ცოდოა, ხო? ყოველ დღე რო ერთი და იგივე საჭმელს გიდეს პატრონი დღეში ორჯერ. აი რას ვაჭრევ ტაისონს პირადად მე. სულ მიწერდით ხოლმე კომენტარებში და ბარემ მე თქვი ამ ვიდეოში მოვაქცევთქო. აჰა ტაისონ, ამდენი გადაგიგდო. ხელოვნურ ყვებებს დავიწყებ. ერთი ეგ არის Happy Dog-ის აქტივი, ეგ არის აქტიური ძაღლებისთვის. ისეთ რაღაცებს შეიცავს, რომ ძაღლი აქტიური ძაღლებისთვის არის უფრო მეტად მათთვის არის მეტი ენერგია, რომელიც ძაღლებსაც ჭირდებათ. ამ შემთხვევაში მონადირე ძაღლები, პატარა ზომის ცელქი ძაღლები და ასე შემდეგ. ასევე დავამატოთ სხვა ხელოვნური ყვებები, ამ შემთხვევაში სველი ყვება. ეგ არის ორი ვარიანტი, უბრალოდ სამი ვარიანტი. ძაღლის ჟელეები არის. შეგიძლიათ Happy Pets-ზე ნახოთ. ეგენი იმდენად ხშირად არა. კვირაში ერთხელ, კვირაში მაქსიმუმ ორჯერ. ზოგადად ეგეთი საკვები ხშირად არ შეიძლება, არ არის რეკომენდირებული და ასევე ყოველდღიურად რომ მისცე ძაღლს, მე იმდენად ეჩვეო, რომ შეიძლება სხვა რაღაც აღარ ჭამოს. ასევე ძაღლის კონსერვები და ძაღლის ძეხვები. ეგენი მზადდება Happy Pets-ერეებიც არის, მე მაგას ვამბობ, სხვები არ ვიცი. ანუ კარგი ბრენდი უნდა იყოს შერჩეული, რომ მართლა კარგი იყოს. აი, არის კურდღლის, ქათმის, ინდაურის, კამეჩის, საქონლის და წარმოიდგინეთ. ჩემი აზრით ეგრეა რა, ეგ უფრო სანდო არის. ძაღლს რასაც ვაჭმევთ, ანუ ძაღლის ყვება უფრო სანდოა დღევანდელ სამყაროში. იმიტომ რომ მართლა აი მაგალითად Happy Dog-ი რო ავიღოთ, ფერმა აქვს გერმანიაში და იმ ფერმიდან ამზადებენ, მე ამ საჭმელებს ცხოველების ფერმა აქვს. და წარმოიდგინეთ, ძაღლის საკვები უფრო ხარისხიანი და სანდოა ვიდრე ადამიანის. ახლა მაგალითად ძეხვებზე რო ავიღოთ საუბარი და სოსისებზე. შხამია რა, ეგ არის შხამი. და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას ჭამთ და ძაღლებს რა ხარისხიანი საკვები აქვთ. ეს ხელოვნური ყვება და უკვე ბუნებრივ ყვებას რაც შეეხება, ტაისონს ძალიან უყვარს ხილბოსტნეული, განსაკუთრებით უყვარს კიტრი. შეგიძლიათ ესე ძაღლს, თუ თქვენ ძაღლს მიაჩვევთ ან უკვე უყვარს, საჭმელთან ერთად დაუდოთ ხოლმე, ეს ბოსტნეული იქნება თუ ხილი არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც უყვარს. ოღონდ ყველაფერი არ შეიძლება, მაგალითად ყურძენი ძაღლისთვის არ შეიძლება მოწამვლას იწვევს. ახსოვს სოფელში ჩემი ძაღლი რაჭაში პატარობაში ყავდა ერთი ძაღლი მიკი ერქვა და მაგრად მოიწამლა რთველის დროს ყურძენი ჭამა ძალიან და ძალიან ცუდად იყო. მოკლედ, ხილბოსტნეული, ასევე ტაისონიმ გაზრდილი მყავს raw feeding ქვია, უმი ყვება. ამერიკაში, ბრიტანეთში, ევროპაში ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს, Facebook-ზე ჯგუფებიც არის raw feeding-ის, უმი ყვების. საქართველოში არ ვიცი რამდენად იყენებენ, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჯდება. აი ჩვენთვის რასაც ვყიდულობთ ხორცს, სიტყვაზე შევედი კარფურში და მინდა რომ ვიყიდო ოჯახისთვის საქონლის ხორცი იქნება, ქათმის ხორცი იქნება თუ ყურდღელი თუ რაც გინდა იყოს, გინ თევზეული. ზუსტად ეგრე ვყიდულობ ხოლმე და ვყიდულობდი ტაისონისთვის ხორცს, ხარისხიან კარგ ხორცს, რომელსაც პირდაპირ შეწვის და მუხარშვის გარეშე უდებ. ეგ არის raw feeding. რაც ჩემი აზრით ძალიან მაგარი რაღაც არის. არ ვიცი საქართველოში მაგაზე რას ფიქრობენ, ან ვინ იყენებს ჩემსავით. მე ჩემი ძვაკაცისგან გავიგე და ჩვენ ორნი ვიცოდი ეგრე რა. აი ქუჩაში რო გავიდოდით ხოლმე ვინ ძაღლებს ვასეირნებთ, არავის უხსენები ეგეთი რამე, ყველას შრალი ყვება, ან აი სახლის საჭმელები. და raw feeding მაგარი ყვება არის, უბრალოდ უფრო ძვირი ჯდება რა. წარმოიდგინე რამდენი ხორცი უნდა ძაღლს ყოველდღე რო აჭამო. ამას დავუმატოთ წყერის კვერცხი, რომელიც უმდგომარეობაში ნაჭუჭით შეგეძლია ესე შრალ ყვება იქნება თუ სველი ყვება თუ ეს უმი ყვება. ესე ნაჭუჭით დაუდო წყერის კვერცხი, გინ გაუტეხე, გინ პირდაპირ დაუდე. უმდგომარეობაში ნაჭუჭიანს ჭამენ, კარგი არის, ვიტამინების დიდი წყარო არის წყერის კვერცხი და თან ბეწვისთვის, ძაღლის ბეწვისთვის არის ძალიან მაგარი რამ. ასევე შეგეძლიათ ჩვეულებრივი კვერცხით გამოიყენოთ, ან ეგეთ მდგომარეობაში, ან მოხარშოთ კიდეც. სოფლის კვერცხი უმჯობესია, იმიტომ რომ მაგის ნაჭუჭი მეტ კალს შეიცავს. ტაისონს მაგალითად ძალიან უყვარს. აი ეგ არის ძაღლის კვება, ძაღლის ჯანსაღი კვება და არა ის, რა ისე რომ გადაუგდებენ ხოლმე რაღაცას მიჭამეო. ახლა რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს არ აქვს საშუალება, არ ვიძახი ცუდად რა, არც იმას ვიძახი, გინდა თუ არა ასე უნდა იყოს. უბრალოდ
თუ ადამიანს უნდა რომ თავისი 4 ფეხა მეგობარი დიდხანს ყავდეს ცოცხალი. რავი, ყველა პატრონს უნდა ეგ დარწმუნებული ვარ. იყოს ჯანმრთელი, არა მარტო ცოცხალი, ჯანმრთელობის გარეშე სიცოცხლე არაფერია. და დიდხანს ყავდეთ გვერდით, უნდა გამოყვებოთ კარგად. ყვება უმნიშვნელოვანესი რამე არის ძაღლისათვის. და კიდევ ერთი მთავარი რამ. როდესაც ძაღლს ზემოდან დახედავ, აი ეს უნდა ეტყობოდეს რა. მე დიდ ბეწვიან ძაღლებზე არ მაქვს საუბარი, მაგათ არ დაეტყობათ. ტაისონ გასწორდი? გამხდარი არის ძაღლი მაშინ, როდესაც ეტყობა აი აქ ნეკნები. ნუ არიან მონადირე ძაღლები, სპეციალურად ეგეთი მაგალითად გამახსენდა ახლა უცებ პოინტერი. პოინტერს ნეკნები ძირითადად სულ ეტყობა რა. პოინტერზე და ეგეთ ძაღლებზე არ მაქვს საუბარი. აი ძაღლს როდესაც აქ ეტყობა ნეკნები, ეგ ნიშნავს რომ გამხდარია და როდესაც ეს გვერდები მუცლის მხარეს აქ შევსებული და აი ესე გადის ან პირდაპირ ესე, ეგ უკვე ნიშნავს რომ ძაღლი არის მსუქანი და ყვებას უნდა მოუკლო. აი ასეთ მდგომარეობაში უნდა იყოს ძაღლი, იდეალური აღნაგობით რა. უნდა კონდეს ეგეთი გვერდები, დანარჩენ შეატყობთ კიდეც ძაღლს, მაგრამ ძაღლს ყველაზე მეტად მანდ ეტყობა და ძაღლის გასუქება არის ძალიან ცუდი რამ რა. რო უხარიათ ხოლმე ძაღლი პუტკუნა რო ყავთ და ესე შევსებული, ეგ არის საშინელება. როგორც მსუქან ადამიანს ექმნება ჯანმრთელობის პრობლემები და ძალიან ცუდი არის ეგ ჯანმრთელობისთვის, ისე არის ძაღლზეც. ამიტომ ძაღლებს უაზროდ ნუაჭმევთ. ტაისონი რამდენჯერ მთხოვს ხოლმე ესე რომ დამიჯდება ხოლმე რომ ვითომ თავს მოწოდებს, არა და ძაღლს უნდა აჭამოთ დღეში 2 ჯერ, 1 წლის ზემოთ უკვე. დილას, საღამოს. მე რაც არ უნდა გეხვეწოს, შეიძლება პატარა რაღაც გაასინჯო ისე რომ შეგეცოდოს, თორე როგორც ასეთი რო აჭამო არ შეიძლება. და დილას საღამოს კვებებიც რა თქმა უნდა იყოს ზომიერი. აი მეგობრებო, ნახშირი მზად არის ესე. კანი შეგიძლიათ მოაცაროთ ხოლმე. გამოდის ასეთი. ასე შეგიძლიათ ბუნებაში ფანქარიც გააკეთოთ. და თან ცეცხლის დასანთებად მაგარი რამეა. ესე შეინახო მე შენს ხილაში. ამას კომპანიონს პარკს ვიყენებ დიდი ხანია უკვე. ეს არის უჟანგავი ფოლადის სკანდინავიური დაშვებით. ეს არის სკანდინავიური დაშვება. შედარებით რთული გასალესია, მაგრამ მაგის გამო დანა არ დაიწუნოთ ხოლმე რა. სწორი ტექნიკით მშვენივრად ილესება. უამრავი მეთოდი არსებობს მაგის. ეს რატოა კარგი, საჩეხად მაგარი არის და რავი, საჭრელადაც და სათრელადაც იდეალურია ჩემთვის. რატო დავიწყე საერთოდ მორაზე საუბარი. ამდენი ხანია მორას ვიყენებ. ერთი იმაში დავrწმუნდი, რომ ყველაზე ძლიერი და ყველაზე გამძლე მორა არის გერბერგი, რომელიც ჩემს ძველ ვიდეოებში გექნებათ ნანახი, ის მამაჩემს ვაჩუქე. ის არის სრული მეტალი, ესია აქ შავი მაგარი ტარი და ეგ არის მართლა ვირი მორა რა, რო ვერ გააფუჭებ ისეთია. ხო და ამდენი ხანია მორას დანებში ვარ ჩაფრული და აბა ვინ გამოიცნობს რა იქნება ჩემი შემდეგი მორას დანა. ერთს დავადგი თვალი, რამდენიმე კვირა განხილვებს უყურებ, ბოლომდე რო დავrწმუნდე. ბევრი ვიდეო განხილვა ვნახე, საბოლოოდ დავrწმუნდი, თავიდანვე მე მაგრად მომწონდა და გადავწყვიტე რომ ვიყიდო. სავარაუდოდ გამოვიწერ eBay-დან. ყოველთვის კაი ვარიანტია eBay ან Amazon-ი. თუ გინდა კარგი დანა იყიდო და გამოიწერო. ხო და აბა კომენტარებში დაწერეთ, ვინც მორას დანებში ერკვევით, რა იქნება ჩემი შემდეგი მორას დანა, რომელიც უკვე დიდი ხანია შევარჩიე და უნდა ვიყიდო. როდესაც ჩამოვა, მე უკვე ახალ ვიდეოებში მით გავაგრძელებ ხოლმე ხშირად. იმიტომ რომ ჩემი აზრით, წესით და რიგით, ეგ დანა, რომელიც ყიდვასაც ვაპირებ, იქნება საუკეთესო ბუშკრად დანა, რომელიც აქამდე ქონია. აი ყველანაირად და მაგის მერე ცალკენ განხილვას დავდებ, როდესაც ჩამოვა. უბრალოდ დაწერეთ კომენტარებში, ვინ გამოიცნობს, მაინტერესებს. მოდი იქვე არ გიპასუხებთ. ჯერ მარტო ამის კაჟი რო ავიღოთ, ამდენი ხანია ვიყენებ რა, ძალიან დიდი ხანია და ფორმა დიდად არ შეცვლილა. ზოგადად მორას კაჟები ყოველთვის უფრო ძვირი ღირს, სადღაც 100-მდე ადის ხოლმე მორას კაჟი, მგონი 60 თუ 70, რა, ასე ვთქვათ რა სიტყვაზე. მაგრამ სამაგერად უფრო მაგარი და გამძლე არის. ისე კაჟი რო იყიდო, სადმე რო გამოიწერო იაფად. ერთი გაკვრაა და უკვე მაგრად ცვდება. თვითონ მეტალზე ხა საუბარი არ მაქვს, რაც მე ამით შეშავჩეხე, ჭერი, თალე და ისევ ისეთია, როგორიც მქონდა. ნელ-ნელა ამ ადგილს დავტოვებ.
რაღაც ცხოველი აქ სოროს გათხას იწყებს. ნუ სავარაუდოდ კურდღელი მგონია. პატარა სოროა და კურდღელს ვფიქრობ მე. ახალი გათხრილი უბრალოდ გაჩერებულია, შეიძლება სხვა დროს მოვიდეს. ან რავი, შუა პროცესში გადაიფიქრა. აბა სხვა დროს რომ მოვა, და წავიდე. სხვა დროს რომ მოვა, თუ დამხვდება გათხრილი, მაინტერესებს. კიდევ ერთი დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი სორა. კრარი. ხვარია მოკრული შეიძლება აცებიც ესევიან და უფრო დიდი ხნის იქნება პატარა ტბა არის აქ ტყეში ჩაგუბებული